ეს არ უნდა მოინდომო და ვთქვათ ფიზიკურად იქ იყო. თუ არ ხარ ემოციურად მათთან და ემოციური კავშირი არ გაქვს და შენ ამ ბავშვთან ყველაფერს ხვდება, გრძნობს რაღაც იმპულსურად, ბავშვს აქვს იმის უნარი, რომ ყველაფერი იგრძნოს განსაკუთრებით მშობლის მდგომარეობა. ამიტომ ეს მას გრძნობს და მე სხვათა შორის ამის კომპენსაციას ცდილობენ ხოლმე მშობლები, ვთქვათ, ჰიპერმზრუნველობით და რაღაცეების ყიდვით და ესე ვთქვათ, რაღაცა კამფეტების და ამით კიდე ხელს უწყობ, რომ ახალი დამოკიდებული ადამიანი ჩამოყალიბდეს, ხო? ჩემი აზრით, ვთქვათ, ხო არის მოსაზრება, რომ დამოკიდებულების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არის უსიყვარულობა ან ჰიპერმზრუნველობა და მე ვფიქრობ, რომ ეს ჰიპერმზრუნველობის მიზეზიც უსიყვარულობა არის. აი, როდესაც მშობელს არ აქვს უბრალოდ შინაგანი სიყვარულის მდგომარეობაში თვითონ არ არის შესაბამისად ვერც გასცემს და შესაბამისად შვილთანაც არ შეუძლია სიყვარულის გაცემა, სიმშვიდის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დედისგან, ხო? რომ დედა აძლევს ფაქტიურად ყველაფერს შვილს.